გამარჯობა. ზურა პავლეაშვილი. თავიდან. მადლობა. მოგესალმებით, მე ლაურა ქარციოაძე, საქართველოს შემეცნებითი გუნდის წევრი და ხალხსაჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე. მადლობა ლაურა. მოგესალმებით, მე ვარ მაგარში მომანიძე 17 წლის, ჩემს კომპეტენციებზე არ მინდა ვისაუბრო. კარგი, თუ ყველა გაგვეცნო, დავიწყოთ ჯობია, ჩატსაც წავიკითხავ, ბაღდათის სოფელი როკითის საჯარო სკოლა. მადლობა მაია. ესე იგი, მე ვარ დია თავარქილაძე, ხოლოს რაიონის სოფელი ძირკვაძეების საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე. წითელი ჯვრის მოხალისე, კოგნიტივის გუნდის წევრი და მოხალისე, საქართველოს შემეცნებითი ცენტრის ორგანიზატორი და ფსიქოსოციალური დახმარების ტრენერი. შემიძლია სლაიდი გაგიზიაროთ და დავიწყოთ უკვე ჩვენი შეხვედრა. მოგვარდა ეს პრობლემა. ესე იგი, დღეს უშუალოდ ვისაუბროთ ნარჩენების მართვის გამოწვევები და შესაძლებლობები და ყველაზე მარტივი კითხვა, ვინ ვართ ჩვენ? თუ შეგიძლიათ რომ მიპასუხოთ ამ კითხვაზე. შეიძლება? კი, მაგა. ჩემი აზრით, ვინ ვართ ჩვენ? ჩვენ ვართ ადამიანები, რომლებიც არ უხელდებით საკუთარ გარემოს და საყვარელ ადამიანებსაც. მადლობა, მაკა. აბა, სხვებსაც აქვთ მოსაზრებები? ამჩი არ მაქვს. კარგი, მაკა, შენი პასუხი სწორია, იმიტომ რომ ვინ ვარ ჩვენ ზოგადად დასმული კითხვაა და ამ კითხვას ძალიან ბევრი პასუხი აქვს და კონკრეტულად რას გულისხმობთ ამ კითხვაში, ამას ტრენინგის და შეხვედრის ბოლოს გაიგებთ, თქვენ თვითონ მიხვდებით, ამიტომ ჯობია გავაგრძელოთ ჩვენი შეხვედრა. რა არის ნარჩენი? ნებისმიერი ნივთიერება ან ნივთი, რომელსაც მფლობელი იშორებს, განზრახული აქვს მოიშოროს ან ვანდებულია მოიშოროს. გაგიგიათ რაიმე ნარჩენების კლასიფიკაციაზე? და თუ გაგიგიათ კლასიფიკაციებით და კარგი იქნება თუ ხმებს გავუთიშავთ, იმიტომ რომ ერთმანეთს ხელი არ შეუშალოთ. კარგი, მე ვიტყვი ამასაც, გვაქვს ნარჩენების 5 კლასიფიკაცია, მუნიციპალური ნარჩენი, ორგანული ნარჩენი, რადიოაქტიური. როგორ? სამედიცინო და სახიფათო. ანუ გავიმეორებ, 5 ნარჩენი გვაქვს მუნიციპალური, ორგანული, რადიოაქტიული, სამედიცინო და სახიფათო. სად ვართ ჩვენ? ესეც ერთ-ერთი კითხვა და თუ შეიძლება რომ მიპასუხოთ. კარგი. თუ პასუხი არ გაქვთ, მაშინ ამასაც ტრენინგის დასრულების შემდეგ მივხვდებით და ვისაუბროთ რა არის კონსუმერიზმი. თუ გაქვთ ინფორმაცია რა არის კონსუმერიზმი? გავმარტავ მაშინ. უკაცრავად გესმით ჩემი? ახლა ის ხდება თქვენი ხმა. არის მოდა კარგად. აჰა. ნარჩენების კლასიფიკაციაზე ვიყავით, მგონი 20 გავიჩიშე და ვამბობდი რომ გვაქვს 5 ნარჩენის კლასიფიკაცია: მუნიციპალური,
ორგანული, რადიოაქტიული, სამედიცინო და სახიფათო. და კითხვა გვაქვს ასეთი, სად ვართ ჩვენ? თუ გაქვთ პასუხი ან რაიმე მოსაზრება, რომ მიპასუხოთ? რავი, მე დედამიწაზე ვარ და მეც რა გითხრა მინდა. ნუ ესეც ზოგადი კითხვა იყო და ამაზეც პასუხს შეხვედრის დასრულების შემდეგ მიიღებთ. და კიდე მაინტერესებს რაიმე თუ გსმენიათ კონსუმერიზმზე. და თუ გსმენიათ ყველაზე მომხმარებლები ვართ ზოგადად. არა. მაშინ უფრო კარგად რომ გავმარტოთ რა არის კონსუმერიზმი. კონსუმერიზმს უწოდებენ სოციალურ და ეკონომიკურ წესრიგსა და იდეოლოგიას, რომელიც ადამიანებს მეტი საქონლის პროდუქციისა თუ სერვისის შეძენისკენ უბიძგენს. კონსუმერიზმმა მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში დაიწყო ზრდა და მალე ადამიანის ცხოვრების ყველა სფეროს განუყოფელ ნაწილად იქცა. გარდაიქმნა როგორც პოლიტიკა, ეკონომიკა და კულტურა. კონსუმერიზმის ყველაზე მარტივი მაგალითი, რაც შეიძლება მოვიყვანოთ, ეს არის რეკლამები, რომელსაც ალბათ ყოველდღე ხედავთ ტელევიზორში, იმიტომ რომ როდესაც რაიმე შეძენისკენ მოგვიწოდებენ, ეს იქნება აფთიაქები, საყოფაცხოვრებო მაღაზიები, ტექნიკის მაღაზიები, ისინი ჩვენ მოგვიწოდებენ პროდუქციის შეძენისკენ და ნებისმიერი ასეთი მოწოდება შეიძლება ჩავთვალოთ კონსუმერიზმად. ნუ ეს კითხვა იყო, მაგრამ სლაიდზე ისევ ჩანს პასუხები. ნარჩენების განთავსება შეგვიძლია ორ ადგილას, ნაგავ საყრელში, მაგრამ უკეთესი იქნება თუ ისეთ ნაგავ საყრელში მოვათავსებთ, რომელიც გადამუშავება შეიძლება და ჩვენ შეგვიძლია ნარჩენების მდგრადი მართვა ამ ყველაფრით. აი ეს არის ნაგავსაყრელის ფოტო. ეს არის ჩვენი ნაგავსაყრელების უმეტესობა, რომელიც მდებარეობს საქართველოში. და ხედავთ, რომ ნაგავსაყრელი არის განთავსებული გზასთან ახლოს. ეს არის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოწყობილი ნაგავსაყრელი პოლიგონი და აქ გავმარტოთ რა არის ნაგავსაყრელი პოლიგონი. ნაგავსაყრელი პოლიგონი არის ისეთი შენობა, სადაც ხდება ნაგავის გადამუშავება და ყველანაირი ყველანაირი ენერგია, რასაც ვიღებთ ნაგავიდან, ეს იქნება პოლიეთილენის პარკის ისევ ხელახლა პოლიეთილენის გარდაქმნა, თუ პლასტიკის ისევ პლასტიკად გარდაქმნა, შეიძლება გარდაქმნათ აირად, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ ყოველდღიურად. ეს ყველაფერი ხდება ნაგავსაყრელ პოლიგონში. და უნდა აღინიშნოთ ისიც, რომ ეს პოლიგონები არის ეკოლოგიურად სუფთა და იქიდან რანაირი დაბინძურებული ჰაერი და ნარჩენი არ გამოდის, იმიტომ რომ აქვე თქვენ ხედავთ პატარა ტბები დავარქვათ, ისინი იყენებენ აი ამ წყალს, შემდეგ ისევ გამომუშავებული, რასაც რო ვეღარ ამუშავებს, ხდება ისევ აქ და იფილტრება და შესაბამისად იყენებს ადამიანი მხოლოდ აი ამ პატარა მონაკვეთს, სადაც წყალი დგას და არანაირი ჰაერის დაბინძურება არ ხდება ამ ყველაფრით. ეს არის დახურული ნაგავსაყრელი. ნუ აქ ბორცვების შიგნით ძალიან ბევრი ნაგავია, მაგრამ ზუსტად აღარ მახსოვს ერთ-ერთი სახელმწიფოს მეთაურებს მოვიდათ იდეა, რომ ეს დახურული ნაგავსაყრელები გაეკეთებინათ პარკად, რომ ყველა შეძლებოდა დაენახა წარეალობა და ყველას ცოდნოდა, რომ შიგნით იყო ნაგავი და ასეთ სილამაზეს რაღაცნაირად ხაზს უსვამდნენ, რომ ნაგავი ძირს არ უნდა დაყარონ, მოკლედ და შიგნით ნაგავია, გარედან კი პარკი და ძალიან ნუ ახლა მეც არ ვიცი რას ვამბობ, იმიტომ რომ ცოტა ვღელავ და მებოდიში და მემაპატიეთ. და ეს არის ასე ვთქვათ დახურული ნაგავსაყრელი, რომელიც საქართველოში არ გვაქვს. ნარჩენების მართვა, გადავიდეთ ამ თემაზე. 4 პრინციპი გვაქვს და ყველას სათითაოდ განვიხილავთ. შემცირება, პირველი 4 პრინციპში არის reduce, შემცირება, ანუ უნდა შევამციროთ ნარჩენი, რომელსაც
რომელსაც ვიყენებთ ყოველდღიურ ცხოვრებაში. მეორე არის ხელახალი გამოყენება რეუს. შეგვიძლია ძველ ნივთებს მივანიჭოთ ახალი სიცოცხლე და ამის ყველაზე მარტივი მაგალითი შეიძლება იყოს პლასტმასის ბოთლი, რომელსაც უბრალოდ გავჭრით შუაზე და გამოვიყენებთ სხვადასხვა ნივთების გასაკეთებლად. შეგვიძლია საკალმე გავაკეთოთ ან ყვავილის ქოთანი. ნუ ეს თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული. გონი კომპიუტერმა გაჭედა. კარგი, ჩაითო. მესამე არის გადამუშავება, recycle და ამით ვამცირებთ გამოყენებულ ნაგავს და მეოთხე არის ნარჩენების გარდაქმნა ენერგიად. აი თქვენ ხედავთ აქ ერთ-ერთ პოლიგონს და მოვიდათ მის შემქმნელს იდეად, რომ ექციათ ესეთ ერთ-ერთ ულამაზეთ შენობად. გარედან თუ შეხედავთ და არ გეცოდინებათ, რომ ეს პოლიგონია, ალბათ ვერც მიხვდებით. ნარჩენების მართვა ზოგადად მოიცავს რამოდენიმე ეტაპს. პირველი არის განთავსება, ანუ ნაგვის მოთავსება სანაგვე ურნაში. აი ეს არის ნარჩენების შემადგენლობის მოდელი საქართველოში და თქვენ ხედავთ, რომ უმეტესობა არის საკვები ნარჩენი. შემდეგ მოდის ქსოვილი, პოლიეთილენი, ქაღალდი, ტყავი, რეზინი და ასე შემდეგ. ნუ უმეტესობა მაინც საკვებ ნარჩენს უკავია. ეს არის სტატისტიკა. საქართველოს მასშტაბით ყოველწლიურად დაახლოებით წარმოექმნება 1 მილიონი ტონა საყოფაცხოვრებო ნარჩენი: პლასტმასა, ქსოვილი, ქაღალდი და მინა. ჩვენ შეგვიძლია ეს სტატისტიკა შევამციროთ, თუ გადავამუშავებთ ამ ყველაფერს იმ 4 პრინციპით, რაც გვქონდა ზემოთ სლაიდში მოცემული, ან უბრალოდ განვათავსებთ ამ ყველაფერს სანაგვე ურნაში. პლასტმასას ნარჩენები. მსოფლიოში საფუთი მასალების 40% პლასტმასაზე მოდის. 1950 წლიდან 2015 წლამდე ჯამურად წარმოებულია 8.3 მილიარდი ტონა პლასტმასა. 2050 წლისათვის 12 მილიარდი ტონა პლასტმასა დაგროვდება ნაგავსაყრელებსა და გარემოში და აქვე აღვნიშნოთ ისიც, რომ წარმოებული პლასტმასიდან 6.3 მილიარდი არც კი მოხვედრა სანაგვე ურნაში და მისი უმეტესობა გვხვდება ოკეანეებში და ზღვებში, რაც შესაბამისად ძალიან ცუდია, იმიტომ რომ ამ ყველაფრით იკვებებიან ცხოველები, რომლებსაც მივირთმევთ ჩვენ და იქმნება ერთგვარი ჯაჭვური რეაქცია. პლასტმასის ნარჩენების საშიში ბუნება. ყოველწლიურად მსოფლიოში დაახლოებით 1 მილიონი ზღვის ფრინველი და 100,000 ძუძუმწოვარი კვდება პლასტმასის დაბინძურების გამო. გარკვეული დონემდე დესტრუქციის შემდეგ პლასტმასა შეიწოვება ადამიანის ორგანიზმის მიერ და იწვევს ისეთ დაავადებებს, როგორიცაა პარკინსონი, დიარეა, გულის დაავადებები და სხვა. უკონტროლო წვა, ძლიერი საშიში აირების წყარო. და აქვე აღვნიშნოთ ისიც, რომ ზღვებში მცხოვრები ორგანიზმების 700-მდე სახეობა არის უკვე გადაშენების პირას ამ ყველაფრის გამო და იმედი მაქვს, რომ მოხერხდება ეს ყველაფერი ისე, რომ ეს სახეობები შევინარჩუნოთ და ეს ყველაფერიც დასუფთავდეს. აი აქვე გაჩვენებთ ერთ ფოტოს. ეს არის ნარჩენების მცურავი კუნძული წყნარ ოკეანეში, რომელიც მთლიანად შედგება ნარჩენებისგან, უფრო პლასტმასისა და პოლიეთილენისაგან და ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, ჭამენ ფრინველები და ძუძუმწოვრები. აქვე ფოტოებიც მოვაყოლოთ. აქ თქვენ ხედავთ კოლაჟის სახით ფოტოებს, სადაც მე მგონი მწარე რეალობაა ნარჩენები. ჩვენ გვაქვს წყაროსთან სეპარაციის ორი სახე, შიდა და გარე. ეს არის სამქროშის სეპარაცია, სადაც პირდაპირ ხდება ნაგვის განთავსება ნაგვის ურნებიდან.
ეს არის ნაჯური წყლების დამუშავების სქემა. თქვენ ხედავთ სქემაზე ნაგავს აყრელს, ნაჯური წყლების ევაკუაციის სისტემას, ნაჯური წყლების შემგროვებული რეზერვუარი, ნაჯური წყლების გადამუშავება, გადამუშავებული წყლის გაშვება საკანალიზაციო სისტემაში, ნარჩენი შლამის რეზერვუარი და შლამის ტრანსპორტირება. ეს არის ჩვენი სტენდები, რომელიც დაიდგა ბათუმში წითელი ჯვრის წყალობით და აპირებენ ამ სტენდების განთავსებას საქართველოს მასშტაბით და აქ გვაქვს წარმოუდგენელი ნარჩენების სეპარაციის გეგმა, ასე რომ ვთქვათ, სადაც გვიდგას ეს სტენდები. და კითხვა, თქვენი აზრით რისი გაკეთება შეგიძლიათ თქვენ? გარემოსთვის რისი გაკეთება შეგვიძლია? მაკა გისმენთ? გარემოსთვის რისი გაკეთება შეგვიძლია? კი. ნაგვის დაყრას მოვერიდოთ, დავახარისხოთ და სწორ ადგილას მივიტანოთ შესაბარებლად. მადლობა მაკა. ვინმეს აქვს კიდე ვერსია? მე მაქვს ვერსია. ძალიან გახშირდა ამ პანდემიის დროს, როცა ადამიანები ხელთათმანებს სადაც იხსნიდნენ, იქ ყრიდნენ და ქუჩაში ეს ხელთათმანების ცვენა იყო, ქვაზე და მიწაზე მეტი ხელთათმანი ეყარა და სულ ფიქრობდი, რომ მეთქი რა ადამიანია, რომ შეუძლია ეს გააკეთოს. და ფიქრობ, რომ და იმედი მაქვს, რომ აქ შეკრებილი არც ერთი არ ვართ ესეთი და არც ერთს არ გადაგიყრიათ ხელთათმანი თუნდაც მაქსიმალურად უნდა ვაკონტროლოთ, რას ვაყრით, სად ვყრით და რა შედეგი ექნება ჩვენს მიერ გადაყრილ ნარჩენს. აი, ეს რა ვაკონტროლოთ, თუნდაც სანაპირო ზოლზე, თუნდაც ჩვენს სადარბაზოსთან, აი ირგვლივ, სადაც კი შეგვიძლია, როგორც კი სახლიდან გავდივართ, ხო? მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ნარჩენები მოვაგროვოთ ბოლოს და ბოლოს მერე მივიტანოთ სანაგვეურნასთან და რაღაცნაირად აი ეს კულტურა შევიმუშაოთ. ეს კულტურა თუ გვექნება, ვფიქრობ, ნელ-ნელა უკვე წინ წავალთ და აი საშინელი კადრები, რაც ვნახეთ ცხოველებთან დაკავშირებული, შემდეგ თაობებს აღარ მოვუწევთ ამ ფოტოების ნახვა, იმედი მაქვს. იმედს დავამატებ, შეიძლება თუ არავის არ უთქვამს. ანუ ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ ორგანული ნარჩენებისგან კომპოსტი, ალბათ იცით. თუ კი მაგალითად ახლა ქალაქში არ ვიცი რამდენად შეიძლება რომ ქალაქის პირობებში გააკეთო, მაგრამ სოფელში მცხოვრობს, აი უფრო მეტი არის ხილბოსტნეულის და ორგანული ნარჩენების მოხმარება და უფრო მეტი შანსია რომ ჩავფლათ მიწაში მაგალითად და გავაკეთოთ ჩვენ სეზონში. და ეს ორგანული ნარჩენები რაც უფრო ნაკლები გავა, ნაკლები ნარჩენი იქნება და აქვს დამახასიათებელი სუნიც ამ ურნებში. და ჩვენთვისვე იქნება კარგი და გარემოსთვისაც. მადლობა. კიდევ სურს ვინმე აზრი დაფიქსირება? ხო, კიდე ახლა მომივიდა რომ ითიშებავ და ისევ ამ ლინკზე რომ შემოვიდეთ, იქნება შესაძლებელი. თუ ვერ დავასრულეთ მანამდე. ანუ დავბრუნდეთ წინა სლაიდს. ეს იყო ნარჩენების სეპარაცია საქართველოში და თქვენ ხედავთ, რომ ყველა სანაგვეურნას აქვს განთავსებული თავისი პატარა ჭრილი, რომლის მიხედვითაც უნდა გავარკვიოთ თუ სად უნდა ჩაიყაროს მაგალითად პლასტმასი, ქაღალდი, ორგანული ნარჩენი და მე მგონი მეტალიც, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც ამას არ აკვირდებიან და პირდაპირ სადაც მოუხდებათ ხელი, იქ ყრიან ხოლმე და ძალიან ბევრი გაჭედილა ესეთი სანაგვეურნები და ნამდვილად ძალიან ცუდია ხოლმე, იმიტომ რომ ძალიან ბევრი წვალება გჭირდება ამის ხელახლა ასე მუშაობად, რომ გახსნა და გაათავისუფლო იმ ყველაფრიდან, რაც შიგნით ჩაიყარა. მე მგონი დავასრულეთ, იმიტომ რომ ძალიან ცოტა დრო დამჭირდა გონი. ეს იყო ჩემი პირველი შეხვედრა და
ძალიან მღელავდი და ბოდიშკი ხდეთ თუ რაიმე ისე ვერ გადმოვეცი როგორც უნდა მეთქვა და მომეწოდებინა თქვენთვის და მადლობა რომ შემომიერთდეთ თუ რაიმე კითხვები გაქვთ შემიძლია შესაძლებლობა როგორც მაქვს კი პასუხოთ თუ არა და გავარკვევ და მოგაწვით კითხვებზე პასუხს მე მაინტერესებს ან დახურული ტიპის გადამამუშავებელი ქარხანები ჩვენთან ხო არ არის ანუ სადმე შეინა გავიდა რეალურად მაგის აშენება როგორც ვთქვი ძალიან ძვირი ხდება და დაახლოებით ჩათახეთნა დაკავშირებული ანუ რაღაც კარგი ერთი გადამამუშავებელი ქარხანა რო აშენდეს სიმართლე გითხრა ნამდვილად არ ვიცი მაგრამ მომწერე და გაგირკვევ პასუხს არ არის პრობლემა მადლობა არაფერს მაგასთან დაკავშირებით შემიძლია ვთქვა, რომ პოლიტიკა არის შესაძლებელი გამომდინარე იქიდან, რომ თვითონ მთავრობის ინიციატივა არ არის და პრიორიტეტში არ გვიზის. პრიორიტეტში თუ ჩავსავთ, უკვე ბიუჯეტიდან შესაძლებელი იქნება თანხების გამოთავისუფლება ამ მიმართულებით. და აქედან გამომდინარე არის, რომ ასეთი ჭორია უბრალოდ გავრცელებული, რომ ძალიან ძვირი ჯდება და არ უნდათ ამაზე საუბარი საერთოდ, მაგრამ ჩვენ რა დახმარებებსაც ევროკავშირიდან და ამერიკიდან ვიღებთ, საკმარისია რომ პრიორიტეტად აქციას ქვეყანამ, დარწმუნებულები ვიყავით, რომ ამერიკაც და ევროპაც, რომლებიც თანხებს გვერიცხავენ და ხელებს აწევენ და გადმორიცხავენ ამ თანხას, უბრალოდ პრიორიტეტში არ უზის მთავრობას, ეს არის ჩვენი პრობლემა. და აქედან გამომდინარე ზუსტად ეს ნარჩენების დახარისხების ტენდებიც გახდა შედეგის ვერ მოიტანა შედეგი, იმიტომ რომ რეალურად შეიძლება შენ კი გადაახარისხო, იქ ჩაყარო ქაღალდში და პლასმასაში, მაგრამ საბოლოო ჯამში ისევ აი დეამ რაც გვაჩვენა ფოტოები, ისევ ერთ საერთოდ ნაგავსაყრელში იყრება, რომელიც ჩვეულებრივად ღიაა და აქედან გამომდინარე არის უშედეგო აი ეს დამახარისხებელი სტენდები უბრალოდ, მაგრამ ფსიქოლოგიური მომენტია და ეს თუ ისე ვეჩვევით. თუმცა თანხებს რაც შეეხება, შესაძლებელია ამ ყველაფრის გაკეთება, უბრალოდ ელოდებიან რაღაცა პოლიტიკის შეცვლას, როგორც მე ვიცი. და კიდე რამიდან გითხრათ, მარიამს, მაიას და ნინას, რომ თქვენ რადგან დაგოსწარით და ბოლომდე დარჩით, შეგვიძლია სერტიფიკატები დაგიმზადოთ და ელექტრონულად გადმოგიგზავნოთ, რომ დაესწარით ამ შეხვედრას, ასევე შეგვიძლია მოგიწვიოთ ჩვენთან მოხალისეებად და ასევე შეგიძლიათ თქვენ თვითონაც მიიღოთ ხოლმე მონაწილეობა ჩვენს აქტივობებში, განვითარდეთ და გაიზარდოთ, აი დეას მაგალითზე, მაგალითად დეაც დღეს პირველად წარდგა ესე ფართო აუდიტორიის წინაშე და თქვენ გექნებათ შესაძლებლობა თუ დაინტერესდებით, რა თქმა უნდა, აი ლოგო როგორიც ჩანს, ასე მოგწებნეთ Facebook-ზე, მოგწერეთ და დაგიკავშირდებით. თუ სხვა დამატებითი შეკითხვები არა გაქვთ, რა თქმა უნდა, კარგი იქნება თუ გექნებათ, მაგრამ თუ არ გაქვთ, შეგვიძლია დავიშალოთ. დეას ძალიან დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა, ძალიან საინტერესო იყო და ძალიან საყვარელი იყო, ჩემი აზრით. ძალიან დიდი მადლობა ამ ყველაფრისთვის და პირველ რიგში მონდომებისთვის და ინიციატივისთვის. გისურვებთ წარმატებებს და ჩანაწერი თუ იქნება დაინტერესებული პირთა მოთხოვნა ჩვენ გვერდზე, ვდებთ ხოლმე შემდეგ ჩანაწერს შეხვედრის და ეს ჩანაწერიც დაიდება. თუ იქნება მოწერილი, რომ გვინდა დადებაო, თუ არ და იცოდეთ, რომ ეს ჩანაწერი არის და თუ რაღაცა შეგვიძლია პირადადაც გადმოგიგზავნოთ ელექტრონულ პოსტებზე. ხო, რა ვიცი, დეა თუ იტყოდი რაიმეს, თუ არა და მე შევწყვეტ დასრულებას, ანუ ჩაწერას უბრალოდ. მადლობა. მადლობა თქვენს ორგანიზაციასაც, რომ მომეცა შესაძლებლობა ამ ტრენინგის ჩატარებისა და ყველაფრისთვის, რასაც სამომავლოდ გთავაზობს. აქვე აღნიშნავ, რომ თავიდან როდესაც ეს სტენდები დაიდგა ბათუმში, რამოდენიმე დაამტვრიეს კიდეც, მაგრამ ასე თუ ისე შემდეგ შეეჩვივნენ მგონი და შესაბამისადაც აღარ იმტვრევა და გვაქვს ისეთი სახით, როგორც დადგეს. და ჩემი რჩევა იქნება, რომ ყველაზე მარტივი, რაც ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ ამ ყველაფრის თავიდან ეს იქნება, რომ შევამჩნევთ პოლიეთილენის გამოყენება და გამოვიყენოთ მრავალჯერადი მოხმარების ნივთები, ელემენტარულად ნაჭრის ჩანთები, რომელიც ძალიან კომფორტულია, სხვადასხვა რაიმეში შეგვიძლია გამოვიყენოთ და ძალიან მარტივადაც და ხელმისაწვდომადაც შეგვიძლია შევიძინოთ და შევაცვლოთ პლასტმასა, გამოვიყენოთ მრავალჯერადი მოხმარების ბოთლი ან ჭიქა და არ გამოვიყენოთ პლასტმასის თეფში, ჩანგალი
კოვზი და გამოვიყენოთ მრავალჯერადი მოხმარების ნივთები. მადლობა, იმედი მაქვს, კარგად გადმოგეცით ის ყველაფერი, ისი თქმაც მინდოდა და დავასრულოთ ალბათ. მე აღარა მაქვს არაფერი თქვენთვის. მადლობა და ასეთი საინტერესო შეხვედრისთვის. ნამდვილად ძალიან ინფორმირებული შეხვედრა იყო. მადლობა. და Facebook-ით ალბათ გადმოვართ და დავათვალიერეთ პროფილზე შემოგიერთებით უფრო მეტად. მადლობა. მადლობა ძალიან დიდი. და ასევე იმის დამატება მინდა რომ როგორც ვიცი მაკულატურის გადამამუშავებელი ქარხანა გვაქვს. ზუსტად არ ვიცი. კი, მაკულატურის ქარხანა გვაქვს და მოგონი რამოდენიმეც გვაქვს და ხო მაკულატურაზეც, რადგან ეს წამოიჭრა ეს თემა, მაკულატურის აგროვება სახლის პირობებში ძალიან მარტივია და ჩემი მოტივება რომ აგროვოთ ძალიან ბევრი, იმიტომ რომ ძალიან კარგი საქმისთვის გვჭირდება მე და მაკას, ასე რომ ვთქვათ. ჩვენ და შეგვეხმიანეთ, ამ მაკულატურას ჩვენ ჩავიბარებთ, წამოვიღებთ და შემდეგ იმ სოფლებში, სადაც ბავშვებს არანაირი გასართობის საშუალება არ აქვთ, დავდგამთ ატრაქციონებს და ამიტომ ნუ გადაყრით, პატარა მაკულატურის ნარჩენსაც შეაგროვეთ და დაგვიკავშირდით. მადლობა, მე დავასრულე და ნახვამდის. მადლობა კიდევ ერთხელ რომ დაინტერესდით.